მოგესალმებით, აფხაზეთის მეომართა კავშირი იწყებს პოდკასტების სერიას იმ საბრძოლო მოქმედებების შესახებ, რომელიც ეძღვნება საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს. მე ლიზა კვესელავა გახლავართ. აფხაზეთის ომი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი თემაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა და მომავალმა თაობებმა იცოდნენ აფხაზეთის ომის შესახებ. დღეს ვსაუბრობთ 1993 წლის 15-16 მარტის გუმისთის ბრძოლაზე. ჩვენი სტუმრები არიან ადამიანები, რომლებიც თავად იყვნენ ამ ბრძოლის მონაწილეები და უშუალოდ იხსენებენ გუმისთის ფრონტის ხაზზე არსებულ მოვლენებს. ბატონი თემურ ზარანდია და თემურ დარჯანია. მოგესალმებით, ბატონებო, მადლობას გიხდით პოდკასტში მონაწილეობისთვის. სანამ უშუალოდ გადავალთ ამ ბრძოლის დეტალებზე, განვსაზღვროთ სამხედრო მოქმედება, ვინ იყვნენ ის რაზმები, რომლებიც გუმისთის ფრონტის ხაზს ამაგრებდნენ და ვინ იყო ასევე მოწინააღმდეგე. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელებს. თქვენ დასმულ კითხვაზე შემიძლია ასეთი პასუხი გავსე. მოკლედ, თუ მოწინააღმდეგე მხარეს ვიგულისხმებთ, ქვემოეშერიდან უტევდნენ შვა წერტილს და უტევდნენ აჩადარის მიმართულებას. 23 ბრიგადის შენაერთები იყვნენ განლაგებული, ბატონი თემურ ზარანდია აგებრძანდება ქვედაეშერის მიმართულება, მე-6 ბატალიონის მეთაური. შემდგომ იდგა მეორე ბატალიონი, ბატონი ვახტანგ ბუგმანიანი მეთაური. შემდგომ მესამე ბატალიონი, მათ შორის ასეული იდგა რუსთავის და პირველი ბატალიონი. ეს შენაერთი, რომელიც იცავდა ზოლს, იყო 23 ბრიგადა მთლიანობაში. მისი მეთაური გახლდათ ეროვნული გმირი გენო ადამია, გენერალი. მოწინააღმდეგე მხარე დიდი ძალა მოდიოდა, მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში უკვე არაერთხელ დაწერილა ამათ. იმიტომ იქ მარტო აფხაზური შენაერთები არ იყო და კონკრეტულად შეიძლება ითქვას, რომ ეს დაიგეგმა რუსეთის ფედერაციის გენერალურ შტაბში. ბატონ თემურ, თქვენ როგორ გაიხსენებთ უშუალოდ ამ დღეს, როდესაც ფრონტის ხაზზე გაიგეთ, რომ შემოჭრა იგეგმებოდა? ჩვენ როგორც 15 რიცხვისთვის უკვე დაზვერის მონაცემიდან გამომდინარე ვიცოდით, რომ შემოტევა იქნებოდა. იმ გამეს გამაგრება როგორც შეგვეძლო გავამაგრეთ და რაც შეეხება უცხო ვინც მოწინააღმდეგეს ამათი ეროვნება და ის გვიჩვენა მერე და ამ შეტევის დასრულების შემდეგ დახოცილებისგან ამოღებული პასპორტების და მონაცემებმა და უმრავლესობაში მე-6 ბატალიონის ტერიტორიაზე იყვნენ რუსებიც, კაზაკებიც, უზბეკებიც იყვნენ. ერთი სტარშინა იყო უზბეკი. იყვნენ როგორც თქვა ჩეჩნებიო, მაგრამ ჩემთან ჩეჩნები არ ყოფილა. უფრო იყვნენ აი ეს რუსები. შეიარაღება როგორი ქონდათ? ჩვენი შეიარაღება მაგდროისთვის თუ შეიარაღებას ვიტყვით, რაღაც იმ რაოდენობას მივახციეთ, რომ თავდაცვა შეგვეძლო და მეტი არ იყო 16 მარტისთვის. იმიტომ რომ შეიარაღება და 23 ბრიგადის შეიარაღება ახალ შექმნილი ბრიგადისთვის რაღაცა გაჭიანურდა და ნელ-ნელა შემოდიოდა შეიარაღება. ავტომატები ჰქონდა, ესეც ორი მჭიდით, შხაშხანები არ ჰქონდა სნაიპერს, იმიტომ რომ ეძახიან, არ იყო შემოსული, თითო ოროლარი იყო და ერთი ვიშოვეთ და ჰქონდა. აგრეთვე კომბარტკორცნები ბოლო დღეებში შემოვიდა და მთელ ბატალიონში იყო 7 ცალი. მოწინააღმდეგის ძალა როგორი იყო? რა რესურსი ჰქონდათ? მოწინააღმდეგის ძალას რაც შეეხება, მოწინააღმდეგეს თითქმის ყველაფერი ჰქონდა. რაც შეიარაღება სჭირდებოდა, ყველაფერი ჰქონდა. რაც ინფორმაცია ჩვენ მანამდე ჰქონდა, აი მაგალითად ჩვენ თუ რუსებმა ტანკები მოგცეს შეიარაღებაში, იმათ ტურსები მისცეს. ერთი თვის წინ უკვე დაიწყეს ჩვენზე ვარჯიში, ტურსებს ისროდნენ და ვარჯიშობდნენ.
აი არის მალიუტკა თურქსახიან პატარები რომელიც ის და ეს მიმართულებას კეთდება მოყვება თავისი თოკი წვრილი და იმის დაბანდული იყო მე-6 ბატალიონის ტერიტორია იმდენს ვარჯიშობდნენ წინა თვეებში ალბათ ემზადებოდნენ ამ 14-16 მარტისთვის სადაც მოსალოდნელი იყო რომ ემზადებოდნენ ვინაიდან სანამ 15-16 მარტის შემოტევა მოხდებოდა ამის წინაპირობა უკვე არსებობდა იმიტომ რომ პოზიციებზე ჩვენ სიმშვიდე არ ქონდა აი რას გულისხმობს სიმშვიდე აღნიშნავ იმას რომ აი ბატონო თემური უკვე აღნიშნა რომ ტურსებით მარტო ტურსებით არა ასევე ყურმავტყორცნელი ანუ ისი მათ აინტერესებდათ ის საცეცხლე წერტილები გამოევლინათ ანუ ჩვენი მოწინააღმდეგის მათთვის მოწინააღმდეგის გამოევლინათ ის საცეცხლე წერტილები სად უფრო ასე ვთქვათ გაძლიერებულიყო და ზუსტად იქ არ გადმოვიდნენ სადაც უფრო იპოვეს მათ რეალური გადმოსასვლელი იქ შეძლეს გარღვევაც კიდევ მაგრამ ამას დიდი დრო ადაჭირდა ყოველთვის ამას ვამბობ რომ ჩვენ იმიტომ ვიყავით ძლიერები რომ ჩვენ არავის არ დავსმევართ თავს ჩვენ ყოველთვის ვიცავდით ჩვენ თავს და გასაკვირი ისიც არის რომ ჩვენ არ ვიყავით პროფესიონალი სამხედროები ჩვენ ასე ვთქვათ ომში ვისწავლეთ კი ბატონო აი როდის რომელ საათზე მოხდა უშუალოდ განგაშის გამოცხადება ჩვენთან დანაყოფში იმ საღამოს ვიყავი მორიგე და შტაბიდან გამომიცხადეს სადღაც 9 საათი იყო ვითხრეს განგაშია და ყველა მთელი ეკიპირებით რაც გაგვაჩნდა ჩვენ შეიარაღებაში რომ უნდა ჩავსულიყავი წინა ხაზზე იმიტომ რომ წინა ხაზი არ იყო იმდენად გამაგრებული ჩვენ მოგეხსენებათ პოზიციური ბრძოლები მქონდა და 5-6 კაცი იდგა მხოლოდ ამიტომ როგორც კი გამოცხადდა განგაში 2 ოცეული შემადგენლობით შევდივართ ჩვენ პოზიციაზე. ჩვენ პოზიციას ერქვა მესამე პირველი. და მოხდა ის რაც მოხდა შემდგომ. გავაძლიერეთ და თავდაცვა შეიძლება ითქვას. მოწინააღმდეგის საცეცხლე მხარდაჭერა როგორი იყო? მოწინააღმდეგეს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა, იმიტომ რომ აი ეს გაერკვა იმ ღამეს და მეორე დღეს როცა ყველაფერი დანგრეული იყო, ხეზე ტოტი არ შემორჩა, 100-წლიანი ხეები იყო მე-6 ბატალიონის ტერიტორიაზე. ხეებს ტოტები არ შერჩა ამდენი აფეთქებების გამო. ძალიან ძლიერი артиллерия-ის კარგი იგი ჰქონდათ მხარდაჭერა. ძლიერი, რასაც რა ვიცი, გრადებიდან დაწყებული ყველა დეტრიცატი იყო, დესორჩეტირე იყო, მინამიოტები ასოციანი, 82-იანები, ესენი ყველა მუშაობდა. პლუს თუ ბებები ყავდა, ისინიც მუშაობდნენ და 1-2 ტანკი ყავდათ, მაშინ მაგათ იქით. შტურმის წინ როგორ ხდებოდა პოზიციების დამუშავება? პოზიციების დამუშავება მაგათ დაიწყეს საცხა 2 საათისთვის. 2 საათისთვის დაიწყეს ძალიან ძლიერი ცეცხლი გახსნეს. მასშტაბურად იბობებოდა სოხუმი, მაგრამ ჩვენ მithumetes მე-6 ბატალიონი სადაც მაგათ გარღვევა უნდოდა და ცნობილი გახდა მე რომ რა ჩანაფიქრიც ჰქონდა. მე-6 ბატალიონს იმიტომ ურტყავდნენ უფრო მეტი და მეორე ბატალიონს რომ აი შუაში უნდა გამოსულიყო. ხიდები აკავშირებდათ ამათ. ეს იყო რკინიგზის ხიდი და სამანქანო ხიდი. საავტომობილო ხიდი, რომელზედაც მეორე ეშელონი უნდა გადმოსულიყო. და ტექნიკა უნდა გადმოსულიყო მაგათი. რუსული ავიაციის წვლილი როგორი იყო, რომ გითხრათ? რუსული ავიაცია რასაკვირველია მუშაობდა. მათმა სტრატეგიული ობიექტები იყო ალბათ მათთვის ამოსაცნობი, მაგრამ სიმნელისგან აცდა ეს 500 კილოიანი ბომბები, ეს ცნობილი ფაქტია, რომ იყო ჩამოყრილი.
მოხდა ესეთი სიტუაციაც, რომ ჩამოგდებულმა ბომბმა იმ წამს არ იმუშავა, მათ მივიდნენ გამნაღველები, 12 ადამიანი, ეგ ჟურნალისტები, გამნაღველები და სამოქალაქო პირებიც. შემდგომში. როგორც ხდება, ხო იცით, ახლა სეირის ყურება ყველას უნდა და ბომბი ჩამოაგდეს, მაგრამ იმ წამს კი არ იმუშავა, ასე ქვია, ესე იგი მოყვანილი იყო და თავის დროს ელოდებოდა და რომ მივიდა გამნახველთა ჯგუფი ამათმა ეს ვერ გაითვალისწინეს და ეს სამწუხაროდ მსხვერპლით დასრულდა 12 ადამიანი შეეწირა ამ ჩვენი ავიაცია რა პერიოდში ჩაერთო იმიტომ რომ ცნობილია რომ რამდენიმე საათის მოგვიანებით მოხერხდა ჩვენი ავიაცია ვერ ჩაერთობოდა იმ პერიოდში იმიტომ რომ ჰაერი სივრცე მათ მიერ იყო შემდგომ ეხა გენერალურ შტაბში რა დაიგეგმა ამას მე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მე ვარ მონაწილე წინა ხაზის. ცეულის მეთაურის დონეზე მე ამ პასუხს ვერ გაგცემს. რაც შეეხება ავიაცია, ჩვენი ავიაცია გამოჩნდა, მაგრამ ეს გამოჩნდა უკვე 16-ის დღის 11 საათისთვის ასე 12-ისთვის და თანაც ფრინავებს არ ქონდათ დონის დავალება რაღაცა ჩვენი წინა ხაზი დაემომბა და რაღაცა გამოფრენა გააკეთა ორმა თვითმფრინავმა რაც მე ვიცი კოპიტნარიდან როგორც ბატონმა თხემურმა აღნიშნა რუსებს მთლიანად ჰაერი დაკეტილი ჰქონდათ ის ბომბორის აეროპორტიდან ეყენათ ჰაერს საწინააღმდეგო და ლოკატორებით კოპიტნარში როგორც აიწეოდა თვითმფრინავის საერთოდ 300 მეტროს რო აიწეოდა აფრინდებოდა გუდაუთაში უკვე ხედავდნენ რუსები რომ თვითმფრინავი კოპიტნარში აიწეა და წამოვიდა სოხუმისკენ ჩვენი არტილერია როდის ჩაერთო ჩვენი არტილერია ჩაერთო დილის 5 საათის მერე იმიტომ რომ რუსების თვითმფრინავები ბომბავდნენ და ჰაერი ეკავათ მაგათ თუ არტილერია მაგათ მას კარგად იცოდნენ რომ ქართველებს კარგი არტილერისტები ყავდა კარგი არტილერიის შემადგენლობა მშვენიერი ჰქონდა და თუ გადმოსვლის დროს ქართული არტილერია იმუშავებდა ისინი ვერ გადმოვიდოდნენ ამიტომ მთელი ღამე თითქმის ჰაერში იყვნენ რუსების თვითმფრინავები ავიაცია და აკონტროლებდნენ რომ არტილერიას არ ემუშავა ქართულ არტილერიას არ ემუშავა მაგრამ ისიც არ უნდათ რომ როგორც მერე გამოჩნდა და პოლიტიკურ საკითხში შევიდეთ ისიც არ უნდათ რომ რუსებს გამოჩენილი იყვნენ ამ აფხაზეთის ომში და როგორც აფხაზებს ეხმარებოდნენ და როგორც კი სინათლე გათენდა, გათენების პროცესი დაიწყო 5 საათზე თვითმფრინავი ყველა წავიდა და დაждდა აეროპორტში გუდაუთაში. ამ დროს დაიწყო არტილერია მუშაობა. ჩვენმა არტილერიამ სულზე მოგვისრო არტილერია. როგორც თვითმფრინავები წავიდნენ, მეორე ეშელონს უნდა დაიწყო მუშაობა და კიდეც დაიწყო მუშაობა. ყველაზე კრიტიკული ისე აქვე უნდა აღინიშნოს მოწინააღმდეგის არტილერიაც მაგათმა უნიკალურად ჩაატარეს ეს ოპერაცია ხა რაც მართალია ესეც უნდა ითქვას უბრალოდ უკვე მათ ეგონათ რომ არტილერიამ ვინაიდან პოზიციები დაამუშავა აქ უკვე არავინ არ დახვდებოდა და ამხელა წინაღობა არ ექნებოდა და ამიტომ დაიწყეს მათმა უკვე პირდაპირ წყალზეც ხიდეებზეც გადმოსვლა მაგრამ კი ბატონო, ყველაზე კრიტიკული დროის რა მომენტი იყო თქვენ ალყაშიც მოყევით და გამომდინარე აქედან საინტერესო იქნება. ესე იგი, ჩვენ ხედავდით უკვე გადმოსვლა ჩვენი გვერდითა პოზიცია, მესამე მეორე ეგრეთ წოდებული სამწუხაროდ ხელჩართულ ბრძოლამდეც მივიდა. იქ ჩვენი ბიჭები ფაქტიურად კი არა, იქ არც გადარჩა არავინ. გარღვევა ჩვენ უკვე ერთხელ აღვნიშნეთ, სადაც მოხდა და ეგრეთ წოდებული გრეჩკოს გზა მათ უნდა აეღოთ გრეჩკოზა და ჭირდებოდა შტაბები, რომ მერე ესენი უნდა ასულიყვნენ ახალ რაიონში და იქ ახალ რაიონში უკვე ესენი ჯგუფები დაიმალებოდნენ და შემდგომ ალბათ თავისი ოპერაცია ჰქონდათ, მაგრამ მე აღვნიშნავ, როგორც კი რიჟრაჟი დაიწყო, გაზაფხულის პერიოდი იყო, მარტია, 5 საათის მერე უკვე თენდებოდა და სადღაც აი ამ მონაკვეთში მე უკვე ალყაში ვარ. მე უკვე ალყაში ვარ ჩემი დანაყოფით.
უკვე ხვდებით რომ მოწინააღმდეგეს რო ელოდები წინიდან ვყავს ზურგში და აქ უკვე ზანებას გავცემ ასე ვთქვათ წრიული თავდაცვისას და შევძელით ესაც შევძელით ჩვენ ბედნიერად ვთვლიდი თავს როცა სამშვიდობოს გამოვედი 16 რიცხვის საღამო შვიცაძე და იმიტომ ვგრძნობდი თავს ბედნიერად რომ არც ერთი კაცი არ დამღუპია ორი დაჭრილით 17-ში დამეღუპა ორი ადამიანი და მინდა აღვნიშნო მათი სახელი და გვარებიც ეს არის დიმა ზოტოვი და ხვიჩა ცხადაია ბატონ თემურ თქვენი მიმართულებით სად მოხდა გაჟონვა და თქვენ როგორ დაახასიათებთ ბრძოლას ჩემ პოზიციებზე მეოთხე ასეული არის განლაგებაში ჩემი წინა ხაზის განლაგებაში იდგა მეოთხე ასეული გვერდით იყო ქიმიკოსების 20-ეული აი ტერმა მიზნობრივად აირჩია ეს მეოთხე ასეული და ეს იყო იმიტომ რომ დამინული იყო და მერე იწყებოდა მეოთხე ასეულის ხაზი და თავდაცვის ხაზი ამ დამინულ და მეოთხე ასეულის დასაწყისში აირჩიეს ამათმა ამოსვლა იმდენი ყურადღება აქეთ დამინულია ეხლა როგორ წინა თქვით ჩვენ სამხედროები არც ერთი არ ყოფილვარ და იქ მჟდომი ჯარისკაცი არ იყო მომზადებული მაგალითად ახალ რო გადამზადებას გადიოდნენ თბილისში და მერე ჩამოდიოდნენ სოხუმში იქ ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარი ბატალიონი იყო მე-6 ბატალიონი აი თქვენი აზრით, როდესაც უშუალოდ იმ ადგილზე შემოვიდნენ, სადაც მხოლოდ თქვენ გქონდათ ინფორმაცია, აი აქ კლასიფიცირებული ინფორმაციის გაჟონვას ხომ არ ქონდა ადგილი, როგორ ვარაუდობთ? ეს ლაპარაკობ ქიმიური ასეულის სადაც დგას, მეოთხე ასეულის გვერდით, ეს წინა ფლანგი დამინული იყო. ქვეითი ნაღმებით იყო დამინული. ერთი გრეჩკოს გზა როგორც თქვა გრეჩკოს დაჩას ეძახოდნენ ჩვენ პოზიციის ბოლოს იყო სვესპირას გრეჩკოს დაჩა აი ამ გზაზე იყო მარტო სატანკო ინა დადებული 5-6 ცალი იყო იქ დადებული იმიტომ რომ უცბად ხიდიდან გადმოსვლით ტანკი არ შემოსულიყო და ჩვენ პოზიციებს დარეობდა წინა ფლანგზე 20-ის წინა ფლანგზე დამინულიყო როგორც მოგახსენეთ მინებით აი აქ ჩვენ დავდგით ეს მინები რაც ჩემმა 20-ულმა საინჟინრო 20-ულმა გააკეთა დანაღმა მაგრამ ქონდა გასასვლელი დატოვებული სადაც მინები ეწყო ქვეითი მინები მაგრამ შიგნით კაფსული არ ეყედა ჩვენ ეს მონაკვეთი ვიცოდით და იცოდა ეს მონაკვეთი მარტო იცოდა საინჟინრო 20-ულის მეთაურმა და ვიცოდი მე აღნიშნული რუკაზე რომელიც ქონდა საერთო რუკაზე არ ქონდა დატანილი სპეციალური რუკა ქონდა გაკეთებული და სეიფში ვინახავდი დაჟე ეს რუკა მე შავარდაზესაც ვაჩვენე მაჩვენეო მითხრა როცა უთხარი და ვაჩვენე ეს რუკა და ძალიან გაუკვირდა როცა ასეთი არცად არ ვინახიო გავიარეო პოზიციებიო და მითხრა შემდგომში და აი ეს შეტევა რო განხორციელდა აფხაზების მხრიდან კაკრას ამ მონაკეთში წამოვიდა ბრონეჟილეტები ჩასულები მუხლებამდე ემედეს ბრონეჟილეტებს ეძახიან ძალიან მძიმე ბრონეჟილეტებია 40 კილომდე რაღაცას იწონის პირდაპირ ამ მონაკვეთზე წამოვიდა და შემდგომში ჩვენ ვიფიქრეთ ისიც რომ გაჟონა ინფორმაცია ახლა მაინც ამ მონაკვეთზე გახდა შემოსვლა ძალიან კარგად ხონდა ჩაფიქრებული აფხაზებს ეს შემოტევა მერე რო ვანალიზებ მე დაჟე მეოთხე ასეულის და დამინული მინდვრის გასაკარზე რო შემოიწვე ესენი იმ ორი დღის წინ მოხდა იქ ასეთი ამბავი მოსახლეობის ძროხები შემოვიდნენ და აფეთქება მოხდა იქ იმ მონაკვეთზე იმ დღეებში ყურადღება არ მიგვიქცევია ახლა მინები აწყვია ის აწყვია და სპეციალური ოპერაცია ჭირდებოდა ამას რომ მოსული იყვნენ
სად აკდა მინების სად რაღაცა ალბათ აფხაზები ამას ყველაფერს აკვირდებოდნენ და ზუსტად იმ წერტილზე გადმოვიდნენ და ალბათ ბუნებრივი არც ელოდნენ ამგვარ წინააღმდეგობას ქართველი მებრძოლების მხრიდან. წინააღმდეგობას არ ელოდნენ, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ და ვერც წარმოიდგენთ ახლა სიტყვაზე რომ თქვა ის დაბომბვა რაც იყო მაგისთანა დაბომბვა და მაგისთანა артиллерия, авиация რო ბომბავს შენ ომი არასდროს არ გინახია და მარტო კინოში გაქვს ნანახი დაბომბები და ამ მომენტში ჯარისკაცი რომელმაც რუსი ჯარი გაიარა და ზოგიერთი არც ჭერია ავტომატი ზოგიერთი კი ხონდა დანაჭერი და ყარაულში დადიოდა მაგრამ ისეთი ჯარისკაცი ძის ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ამოდენად დაბომბვა მიდის და ჯარისკაცი ადგილზე დარჩა კი მე რა ვერ გათვალათ ბატონ თემურ მოწინააღმდეგემ როდის მიიღეთ უპირატესობა ვერ გათვალა ის რომ ჩვენ ვიცავდით მარტო ჩვენ ქალაქს არა მარტო ჩვენ ქვეყანას არა ჩვენ ვიცავდით ჩვენ ოჯახებს აი ეს ვერ გათვალა ჩვენ აღნიშნე ერთხელ რომ ჩვენ არავიზე თავდასხმა არ გვიწარმოებინა დავესხნენ ჩვენ და ჩვენი უპირატესობა ზუსტად ის იყო რომ ეს ადამიანები რო ასულიყვნენ ახალ რაიონში ჩავთვალოთ რომ ჩვენი ოჯახები ყველა ამოშლეტილი იქნებოდა ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა რუსმა სამხედრო ექსპერტებმა შეაფასეს ეს ომი და რას იძახდნენ იცით ქართველებიო ვითომ მიწიდან ამოდიოდნენ ჯერო არ ჩანდნენო ეს რეალობა ეს ჩემი მოგონილი არ არის ამაზე წლების განმავლობაში საუბრობდნენ ექსპერტები ქართველები არ ჩანდნენო ამხელა დაბომბვა ყველა სახის ჭურვი ეცემოდა წარმოიდგინეთ როგორც პოზიციებს ისე ქალაქს და რო დაიწყესო მათმა გადმოსვლა ქართველები ვითომ მიწიდან ამოდიოდნენ საინტერესო ისიც არის რომ ზოგი ჭირი მარგებელია ეთო სადაც მივიდნენ შტაბი ეგონათ თუ სახლი ეგონათ ყველგან მოწინააღმდეგე დახვდა წარმოგიდგენია და ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა რა კიდევ ამბობ მე ბედნიერი ვარ იმით რომ 15-16 მარტი ჩაიწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში როგორც ბრძოლის ერთ-ერთი მოგება ასე ვთქვა რა სტრატეგიული გათვლა ქონდა მტერს? გათვლა ალბათ ის იყო რომ თუ აიღებდნენ ქალაქ სოხუმს მაშინ ამით ისინი დაასრულებდნენ სამომარ მოქმედებებს და არ გაგრძელდებოდა. ვინაიდან მარტში ვერ მოხერხდა მათი ჩანაფიქრი ეს ფრონტის ხაზი გადაიტანეს ოჩამჩირის მიმართულებით. ანუ ეგრეთ წოდებული ამიშის ბრძოლა ესეც შეიძლება ითქვას რომ ისტორიული ფაქტია იმიტომ უზარმაზარი მსხვერპლით დასრულდა ეს ყოველივე მაგრამ იქაც მათმა ვერ გააკეთეს ანუ ვერ მიაღწიეს იმ საწინდარს რაც ჰქონდა ჩანაფიქრი იმიტომ რომ იქ ზღვიდან დესანტი შემოვიდა და იქ ერთი კადარღა ჩაუძირეს რაღაც დაჯგუფება გადმოვიდა მაგრამ იქ სადაც ვერ მიაღწიეს მე ეს ყველაფერი გადავიდა შრომა-კამანის მიმართულებით და იქ ფაქტიურად რა შრომა სამწუხაროდ ჩაბარდა ქალაქს რა ბედიელოდა თუ მტერი სოხუმს აიღებდა თუ მტერი სოხუმს აიღებდა ქალაქს რა ბედიელოდა რა ელოდა და მოსახლეობის დარჩენილი მოსახლეობის ამოწყვეტა რომელიც ადგილზე იყო და ახლა გააჩნია იმ რომელ პერიოდზე ვილაპარაკებთ ეს 16 მარტის პერიოდზე ვილაპარაკებთ თუ 16 მარტზე ვილაპარაკებთ მაშინ როგორც კი მტერი შემოვიდა და გაარღვევდა და ცადა კიდევ მე-6 ბატალიონის და მე-2 ბატალიონის გარღვევა ცენტრში გავიდოდა პირველი ცენტრში ეს მთავრობა რომელიც იყო და წარმომადგენლობა ვინც იყო ჩვენი ეს განადგურდებოდა და დაერეოდნენ მოსახლეობას რაც ფაქტიურად განხორციელდა სექტემბერში ბატონ თემურ რატომ ვერ გადავედით კონტრშეტევაზე რა იყო ამის მიზეზი ნება არ იყო ნება იმიტომ რომ იყო მცდელობა მოვიდა გენერალთა ერთი ორი პიროვნება და თქვენს რომ ჩვენ შეგვიძლია ჩემი ბატალიონის ხაზიდან ზღვის მხარეს
გადავიდეთ ტანკი გავა 5-6 ტანკი გვჭირდება და გადავიდეთ. კი ბატონო, მომამზადეთ ეს 5 ერთეული ტანკი, შემოვიყვანეთ საცხა შუქუროს რაიონში, მაგრამ ნება გაჩერდა. წინ წასვლის ბრძანება ვერავინ ვერ გასცა. მე იქიდან გამომდინარე რომ ადრეც ვიყავით ჩვენ კომისაზე გასული. აი ომის დაწყების წინა დღეებში გადავედით, მაგრამ ავიღეთ ზევით ეშერის მაღლობი, მაგრამ მე უკან დაგვაბრუნეს. ფათაშორის არაერთხელ იყო ეს. და დაგვაბრუნეს უკან. აქაც ალბათ ვიღაცამ დარეკა, ვიღაცამ იმოქმედა ისე. მოხდა ისეთი სიტუაცია, შეიძლება თქვენ იმაში არ იყოს. თვითმფრინავები, რომელიც გამოფრინდნენ კოპიტნარიდან, 2 თვითმფრინავი წავიდა გუდაუთაში და ბომბი ჩამოყარა. ცნობილი ამბავია ეს. აი ეს მფრინავები სოხუმში ჩამოიყვანეს და დატუქსეს. მე კაკრას ვიყავი ამ დროს შტაბში, ასული და დატუქსეს. როგორ ვინ მოგცა შენ ნება გუდაუთაში ჩასულიყა დააწვნენ ზღვაზე ლოკატორები არც მოელოდნენ ალბათ რუსები რომ გაბედავდნენ ქართველები 2 თვითმფრინავი გაფრინდა გუდაუთაში ბომბი ჩამოყარა და ის გუდაუთის მოსახლეობა უკვე ჩემოდნებით გარბოდა ადლერის მიმართულებით. როდესაც ასეთი ძლიერი იერიში იყო, ქართველი მებრძოლების мотиваცია რა იყო ბატონ თემური, რომ შევაჯამოთ? ქართული ერის мотиваცია რა იყო და როგორც ბატონმა თემურმა ზანა ადგილობრივი მოსახლეობა რომელიც დადგა თავდაცვის ბრძოლაში მაგათ უკან იყო ოჯახები შვილები და ჩვენ ვიყავით სოხუმლები გულილიფშელები ჩვენ ვიყავით ის ხალხი რომელიც ჩვენი ქალაქის რაიონის ქუჩის ღირსებას ვიცავდით мотиваცია ეს იყო მე იმ დროს იმ თაობას იმოდენა პატრიოტიზმი ქონდა ამან განაპირობა ეს ყველაფერი რომ ეს ბრძოლა იქნა მოგებული. ბატონ თემურ, რა გვასწავლა ამ კონფლიქტმა, ამ შეტაკებამ? პირველი ყოვლისა გვასწავლა როგორ უნდა დავიცვათ თავი. კიდევ ერთხელ გავმეორდები რომ ჩვენ არ ვიყავით სამხედრო პროფესიონალები, მაგრამ მე ჯარი მოხდილი მქონდა. ხა ბატონი თემური ჩემზე უფროსია მოგეხსენებათ და სანამ ომი დაიწყებოდა ის უკვე გვარდიის ერთ-ერთ დანაყოფს ხელმძღვანელობდა. აი სხვა მომენტი ხა ქუჩიდან რომ მოდიხარ და უცებ ომში ერთვები და ომში სწავლობ ომს და როცა გადამზადებას გადიხარ, წვრთნა და აღჭურვა იცი. დღეს სულ სხვა შეხედულებითა ვარ მე ამასთან ყველაფერთან, იმიტომ რომ ფორმა არ გამიხდია დღესაც და დღესაც ვაგრძელებ ქვეყნის სამსახურში ვარ დღესაც. ამიტომ ბევრი რამ დასკვნები გამიკეთებია ჩემ თავთან მიმართებაში. რას გავაკეთებდი იმ დროს, რომ ქონოდა დაუშვათ ის რაღაცა, რაც გვჭირდებოდა, რაც ჩვენ არ გქონდა. დღეს მარტივია, დღეს კომუნიკაციის საშუალება იმ და ჩვენ ასე ვთქვათ, რაცია დაგვიჯდა, ჩვენი ის კავშირი გაწყდა და ამით ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ, კომუნიკაცია ვითომდა, მაგრამ აი ერთობამ, ერთსულოვნებამ ამან ისევ შექმნა ის და მოხდა ის რაც მოხდა. რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენმა მომავალმა თაობებმა იცოდნენ ამ კონფლიქტის შესახებ? აუცილებელია ჩვენ 33 წელი ამიტომ ვამბობთ, რა არის იცით მეორე მხარეც არის წაგებულ ომში, რომ ასე შემდეგ და ამას მოყვება ბევრი კრიტიკა მარტივია, მაგრამ როცა რეალურად გაქვს ეს ნაწუნები და რეალურად გაქვს ეს გავლილი საქართველოს და მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს მისი ქვეყნის უახლოესი ისტორია. ისინი უნდა აღიზარდონ ამაზე, იმიტომა რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ წერთ, წიგნებს უშვებთ და ისტორიებს ავუბრობთ იმ ადამიანებზე, რომელმაც ყველაზე საუკეთესო, რასაც სიცოცხლე ქვია, შესწირა მის სამშობლოს და უკამყოფას და ჩვენ, ვინც სამწუხაროდ
გადავრჩით ამ ყველ. იმიტომ ვამბობ სამწუხაროდ, რომ ძალიან რთულია, როცა მიდიხარ დედასთან და ეუბნები, რომ შენი შვილი გმირია. ეს აი ეხლაც კი ბურძგლავს, როცა ზოგს გონია, რომ ეს მარტივი სიტყვებია, მაგრამ იმ წუთას ეს არის ძალიან ძნელი, იმიტომ რომ ყველა დედისთვის მისი შვილი გმირია. და მადლობა იმისთვის, რომ პოდკასტში მიიღეთ მონაწილეობა. საინტერესო საუბარი გამოვიდა. მე ვფიქრობ, ჩვენს გამომწერებს კი ჩვენ ვპირდებით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართული ბრძოლის დეტალების შესახებ ჩვენ მომავალშიც აუცილებლად ვისაუბრებთ. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი თვალიადევნეთ აფხაზეთის მეომართა კავშირის სიახლეებს. ნახვამდის.